მთავარი ახლა ეს არის როგორ მოხდება ამისი ესე იგი მის სოფლიო პოლიტიკაში მდგენელად ჩასმა. პირველი რაც ფიქრობ და რაც მნიშვნელოვანია, ნუ ახლა გასაგები აქ რაღაცა NGO-ები რაღაცას გააკეთებენ, იქ იმას იზამენ აი ამ საერთაშორისო ორგანიზაცია გაირო იქნება ეს თუ რაღაცა ჰააგის იმისი ტრიბუნალის ის იქნება სტრუქტურული ნაწილი იქნება ესენი ამას გამოკლებ. მე ვფიქრობ, რომ ესე იგი ემიგრანტებმა აუცილებლად უნდა მიმართონ ესე იგი თავისი ქვეყნების მთავრობებს. ნუ ესეთ რაღაცა მოხდა და გთხოვთ ესე იგი რეაგირება გააკეთოთ. ეს რაღაც ლოგიკურია და სწორი საქციელი იქნება, კი. ხო, ესე იგი ეს მიმართვა უნდა გააკეთდეს, რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებულ შტატებში, რა თქმა უნდა, ეს მიმართვა უნდა გააკეთდეს იმაში. გერმანიაში, საფრანგეთში, ყველგან, რასაც ესე იგი ემიგრანტები არიან და სადაც არსებობს ემიგრანტების ასე თუ ისე ესეთი რაღაცნაირი დიასპორა. და რაც მნიშვნელოვანია, ხა ეს არის ისეთი მნიშვნელოვანი ამბავია, ყველა ამ მიმართვაში უკაცრავად რჩევას რომ გაძლევთ, მაგრამ მე მგონი ის იქნება პირიქით ძალიან კარგია, იმიტომ რომ მაგას ხო რაღაცა გასწორება უნდა ესე ვთქვათ, მაგას და რაღაც ერთ-ერთი სტანდარტიზებაც უნდა და სწორი მიმართულება უნდა. მნიშვნელოვანი იქნება იმისი მითითება, რომ ეს არის ქართველების გამოძიება და არა BBC-ის გამოძიება, იმიტომ რომ ფილმშიც როგორც არის, ხო ეს არის ქართველი ექიმების გამოძიება, ქართველი ექიმების შეგროვებული მასალები, ქართველი არასამთავრობო ორგანიზაციების შეკრებილი ისინი რწმუნებები და ჩვენებები, ასე რა მნიშვნელოვანია, რომ ამ შემთხვევაში BBC-ს მარტო გახმაურებაა, თორე გამოძიება ამათია. ხო, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ეს მნიშვნელოვანია, რომ წერილში ხაზი გაესვას, იმიტომ რომ BBC არის თავისი ბოლოდროინდელი მოვლენების გამო რაც მოხდა დისკრედიტირებულია. ამას დრო დაჭირდება, რა თქმა უნდა, თუ BBC საერთოდ იარსებობს რაღაცა ხნის მერე, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართვაში იყოს ხაზგასმა იმის, რომ ეს არის ქართველების გამოძიება, ქართველი ექიმების, ქართული არასამთავრობოების და ამისი გახმოვანება მოახდინა BBC-მ და დააკავშირა ისინი ვიღაცა ექსპერტებთან, იმიტომ რომ ეს ექსპერტებიც არ არიან BBC-ის თანამშრომლები, ისინი დამოუკიდებელი ექსპერტები არიან, ვის ლაპარაკობენ ამ მომწავლე ნივთიერებებზე. მე მგონი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და გასაკეთებელია, რაც შეიძლება სწრაფად. Dario Radio, მუდამ კარგი დავია.